ელისეის სასახლე ევროპელი, ამერიკელი და უკრაინელი ლიდერების შეხვედრის ადგილია. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერებაა. მარკო რუბიო და სტივ ვიტკოფი პარტნიორებს პუტინთან გამართული კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. შადების ბოლოდროინდელი პოლიტიკით უკმაყოფილო ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. ცეცხლის შეწყვეტაზე კრემლის თანხმობისთვის ევროპელები ამერიკისგან მოითხოვენ მოსკოვის მიმართ მეტი სიხისტე გამოიჩინონ. თუმცა საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა. საკუთარი მოთხოვნები აქვს უკრაინასაც, რაც უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. ამ ფონზე კრემლში აცხადებენ, რომ ევროპასა და უკრაინას ომის გაგრძელებას სურთ და რუსეთ-ამერიკის დიალოგს ხელს უშლიან. ლევან ახალაია დეტალებით. ევროპელი ლიდერები დღეს პარიზში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ ვიტკოფს ხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერებაა. ამერიკელ მაღალჩინოსნებს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო მასპინძლობენ. მათ ასევე უნდა შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, შეხვედრის მიზანია მოუწოდონ ტრამპს მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. პარიზში წინასწარ დაუანონსებელი ვიზიტით ასევე იმყოფება უკრაინის დელეგაციაც. მათ შორის არის უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. ჩვენ განვიხილეთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზები, მათ შორის სრული ცეცხლის შეწყვეტა, მრავალეროვნული კონტინგენტი და უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. პარიზი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ მსურველთა კოალიციას, რომელშიც 30 ქვეყანა შედის. ეს ქვეყნები მუშაობენ გეგმაზე, რომელიც მოიცავს უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებას, რომელმაც სამომავლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ ახალი რუსული აგრესიის შემაკავებლის როლი უნდა შეასრულოს. თუმცა ეს გეგმა თავად ევროპელ მოკავშირეებს შორისაც კი ჯერ არ არის შეთანხმებული. სავარაუდოდ ამ თემაზე იქნება საუბარი ასევე ამერიკის თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს შეხვედრაზე. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელიც მანამდე ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა, არ არის გამორიცხული უკრაინა დაიყოს პასუხისგებლობის რამდენიმე ზონად, ომის შემდგომი ბერლინის მსგავსად. თუმცა კიტ კელოგი, რომელიც ასევე იმყოფება პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განლაგებას გამორიცხავს. შეიძლება გაკეთდეს რაღაც იმის მსგავსი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან მოხდა, როდესაც იყო რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონები. პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მოსკოვში არაერთი განცხადება გააკეთეს. კრემლში ამბობენ, რომ დღეს ამერიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ელისეის სასახლეში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს რამდენიმე დღის წინ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგს გააცნობს. ამასთან ერთად მოსკოვში კვლავაც ამბობენ, რომ ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთისა და ამერიკის დიალოგი ჩაშალოს. ჩვენ შემდგომში მოველით, რომ ევროპელები და უკრაინელები ფოკუსირდნენ მშვიდობიანი მოგვარების პოვნაზე. სამწუხაროდ ევროპელებისგან ვხედავთ ფოკუსირებას ომის გაგრძელებაზე. უკრაინაში კი საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რუსეთის მიერ ქალაქ დნეპრზე მიტანილი იერიში შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 28 პირი. გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა საცხოვრებელ რაიონზე უპილოტო აპარატებით მიიტანა იერიში. დღესვე რუსეთის ავიაციამ დაარტყა ხერსონსა და ნიკოპოლსაც. ამ შემთხვევაშიც არის მსხვერპლი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დაზვერვის ცნობით რუსეთი აღდგომის დღესასწაულის წინ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი დარტყმების განხორციელებას გეგმავს. უკრაინის ლიდერმა პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდა აიძულონ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ვიცით რისთვის ემზადება რუსეთი. გვაქვს მონაცემები ჩვენი სპეცსამსახურებიდან დაზვერვიდან. ახლა აღდგომის წინ და მის შემდეგაც შესაძლებელია რუსეთის ახალი დარტყმები. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ენერგეტიკას. პარიზში ევროპელ, ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე დისკუსიის ფონზე ვაშინგტონში იმყოფება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დღეს დონალდ ტრამპს შეხვდება. როგორც ცნობილია, იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციის ფარგლებში უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. წინასწარი ცნობებით ტრამპთან შეხვედრაზე მთავარი საკითხი სავაჭრო ტარიფები იქნება, თუმცა სავარაუდოდ ლიდერები უკრაინის თემაზეც ისაუბრებენ.